საღამომშვიდობის სამეგობრებო. მე მგონი ლაივში ვარ. ახლა შევამოწმოთ. კი, გავედით. ყველას უდიდეს სიყვარულით მოგესალმებით. გადავაზიაროთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. იქნება ძალიან საინტერესო, მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ ადამიანის აგებულებაზე, ვისაუბრებთ ნერვულ სისტემაზე, რომლის ცენტრსაც ქვია მზისწნული. დღეს მეცნიერულად გაიგებთ ყველაფერს. ასევე ვისაუბრებთ ჰორმონებზე, ბედნიერების ჰორმონებზე და სტრესის ჰორმონებზე. საღამომშვიდობისა, კომენტარებიც გამოჩნდა. მოდით უცბად გადავაზიაროთ და დავიწყოთ. ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის, ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. ურთიერთ სიყვარული, ურთიერთ პატივისცემა გვაძლიერებს. რატომ? ურთიერთ სიყვარულის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი ოქსიტოცინი. ბედნიერების ჰორმონი ოქსიტოცინი გვიქმნის უსაფრთხოების განცდას. გარდა იმისა, რომ სასიამოვნო შეგრძნებებს განვიცდით ოქსიტოცინის გამოყოფისას, ის გვეხმარება, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ, ანუ ამის შეგრძნებას გვაძლევს და იმიტომ არის, რომ სიყვარულით სავსე ადამიანები უშიშარ საქციელებს აკეთებენ. ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთზე კომპლიმენტების თქვა, დაფასება, ერთმანეთის მადლიერება გამოყოფს ბედნიერების ჰორმონ სეროტონინს. სეროტონინი გვიქმნის განცდას, რომ გარემო არის საღამომშვიდობისა. ხო. მოდით ამ კითხვებს მერე გადავხედავ. მე მინდა ახალ კურსზე გითხრათ და მე ჰორმონებზე გელაპარაკებით კიდევ ბევრს. ძალიან დიდი მადლობა, ვინც გამოკითხვაში მიიღეთ მონაწილეობა. ყველას გაგიკეთდებათ საჩუქარი. მე მინდა დღევანდელ კურსზე მოგიყვეთ. ჩვენ კურსზე მე-9 ნაკადზე. ვისთვის იქნება ეს მე-9 ნაკადი? ეს მე-9 ნაკადი იქნება ყველასთვის. ანუ დავიწყებთ განვითარებას 0-დან და გავავლით ყველა ცხოვრებისეულ ყველა ასპექტებს, რაც სჭირდება ადამიანს თვითგანვითარებისთვის. ანუ ყველა დეტალს გავივლით. პირველი საფეხური იქნება იმისთვის, რომ ადამიანი იყოს პოზიტივში. ანუ ყველაფერს გაიგებთ იმის შესახებ, როგორ უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი თავი არ დასტრესოთ, რომ აი სტრესის ჰორმონი კორტიზოლი არ გადმოყოთ ზედმეტი. და რა უნდა გააკეთოთ მის სანაცვლოდ, რომ გამოყოთ ბედნიერების ჰორმონები. რატომ? ხო, აი რატომ ისტრესებიან ადამიანები და ამას მეგობრებო, აი ბევრი კითხულობს, ხო, რომ რატომ ისტრესება ადამიანი, დეპრესიაში რატომ მიდის და ზოგი იძახის, რომ ეს გარემოს ბრალია, რომ ვითომ ნეგატიური გარემო. არა, მეგობრებო, ვიცით რის ბრალია? ნუ რა თქმა უნდა, ნეგატივი გარემოში გაზრდილია, მაგრამ ეს ბრალია კორტიზოლის. კორტიზოლი არის სტრესის ჰორმონი, რომელიც ადამიანს სჭირდება, რომ გაიაზროს გამოწვევები. მაგრამ თუ ამ გამოწვევებს იაზრებს და ქმედებას არ აკეთებს, ეს ზედმეტ კორტიზოლის გამოყოფას იწვევს. აი მაგალითად ადამიანს აქვს რაღაცა პრობლემა და ამ პრობლემაზე რომ ფიქრობს, გამოიყოფა კორტიზოლი. ეს კორტიზოლი ტვინს სჭირდება იმისთვის, ტვინში ქმნის ნეგატიურ კავშირებს. ეს ნეგატიური კავშირები რას ნიშნავს ტვინში? რომ ტვინი იმახსოვრებს ამ სურათებს როგორც საფრთხეებს და ამ სურათებს აბავს გრძნობით კავშირს. რა თქმა უნდა, პოზიტიურ სურათებს აქვს მიბმული პოზიტიური ბმა ქვია, ანუ რას ნიშნავს? ამ სურათის ვიზუალიზირებისას ადამიანი სიხარულს განიცდის
და ახსოვს კაი მოგონებები. და ზუსტად ესევე აქ ხსოვს ნეგატიური მოგონებები. ტვინს ეს ჭირდება იმისთვის, რომ მომავალში იგივე აღარ დახვდეს წინ. ყველაფერი, რაზეც ადამიანი კორტიზოლს გამოყოფს, ეს არის გაულელი გაკვეთილი. და თუ არ გაცის ამ გაკვეთილს და ეს კორტიზოლს გამოყოფს, შედეგად სისხლში კორტიზოლის დონე მატულობს. ეს კორტიზოლი დილას ადამიანი რო იღვიძებს, კორტიზოლი აღვიძებს. კორტიზოლი რო არ გამოიყოს, ადამიანი ვერ გაიღვიძებს უბრალოდ. და გაღვიძებიდან თურმე სადღაც 6 საათზე იწყება, 6:30-დან ეს 6 საათზე იწყება კორტიზოლის გამოყოფა და თუ არ ადგა ადამიანი სასწავლიდან, ანუ ეს ცუდია. ხვდებით? და ნახეთ როგორ რაღაცა ეს კორტიზოლი ჭირდება კიდევ ტვინს იმისთვის რომ სადღაც რომ მოძრაობთ აი თუ მაგალითად უცხო ადგილას ხართ ხო თქვენ ფრთხილად ხართ ხო და ამ სიფრთხილისთვისაც ეს კორტიზოლი ჭირდება ტვინს და ფრთხილად სულ არის ხო ადამიანი და ან ეს კორტიზოლი სულ გამოიყოფა და ამიტომ არის რომ სანაცვლოდ ჩვენ უნდა გამოვყოთ 4 ბედნიერებიდან რომელიმე თუ ყველას გამოვყოთ ხო ძალიან მაგარი ადამიანში ეს არის დუალობის პრინციპი და ეს ორი ტიპის ჰორმონი ენდოკრინოლოგია ახალი მეცნიერება სადღაც 50-60 წლის მეცნიერება შეისწავლის ენდოკრინული ჯირკლებიდან როგორ გამოიყოფა ეს ჰორმონები ჰორმონები არის მოლეკულები რომლებსაც ფიზიკური ინფორმაცია გადააქვთ ამ ენდოკრინული ჯირკლებიდან სხეულის ნებისმიერ უჯრედამდე და ეს არის როგორი ინფორმაცია, ანუ ფიზიკური ცვლილებები, მაგალითად ოფლდენა, კანკალი, ნებისმიერი ვიზუალურ ცვლილებებზეც ეს ჰორმონებია დამოკიდებული და თუ ადამიანში აირია ამ ჰორმონალურ ბალანსმა ხდება რა, რომ ახინჯდებიან სახეზე თუ რაღაც თმები ცვივა და 1000 რაღაც დარღვევები მოდის ამ ჰორმონებიდან. 4 ბედნიერების ჰორმონია და მოდით ახლა სანამ ამ ჰორმონებზე მოგიყვებით, დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა არის გაბწყინება. რა არის ეს გაბწყინება? რეალურად ადამიანი ასხივებს ამ ბწყინვალებას. მართლა ოღონდ ნუ ჩვენი რაღაც თვალებით აპარატით ვერ ვხედავთ ამას. არ შეგვიძლია ჩვენ თვალები ტალღებს ვერ აღიქვავს. ჩვენი თვალები აღიქვავს მხოლოდ ფოტონების ნაკადს. ნებისმიერ რამე, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ, ეს არის ფოტონი, რომელიც რაღაცას მიეჯახა და მერე ანარეკლით ჩვენ თვალში მოხვდა და ეს ფოტონი გადაიქცევა ელექტრო იმპულსად და კეფაზე გვაქვს მხედველობის აღქმის ორგანო და ჩვენ კეფაზე აღვიქვავთ სურათებს. ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის. მე გადავხედავ კომენტარებს. ხო, ეხლა ნახეთ, მოდით ეხლა გეტყვით უცბად ადამიანის სხეულის აგებულებას, რომ მიხვდეთ ეს რა არის ეს მზისწნული. ადამიანის სხეული შედგება 30 ტრილიონამდე უჯრედისგან. ეს უჯრედები ყველა გონიერია. მათ 4 ფუნქცია აქვთ. საკვებს ირჩევენ, გადაადგილდებიან, ენერგიას ზოგავენ და კიდე რაღაცა აქვთ. ხო. და ნუ ეს ახლა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. ეს უჯრედები ერთმანეთთან საუბრობენ და კავშირებს აბავენ. ზუსტად ესე ჰორმონებიდან გადაცემული ინფორმაცია ზუსტად ესე იღებენ ეს უჯრედები. და ნახეთ ადამიანს ჩვენ გვაქვს ცნობიერი გონება და ქვეცნობიერი გონება, იცით თქვენ. ეხლა რა არის ეს ქვეცნობიერი გონება? და რა არის ქვეცნობიერი გონება? ცნობიერი გონება არის თავის ტვინი, ზურგის ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა, ესე ქვია. და ჩვენის გვჭირდება გარემოს აღსაქმელად 5 გრძნობით. ესენია ხედვა, ყნოსვა, გემო, სმენა და შეხება სითბოსისების შეგრძნება. ასევე ჩვენ გვჭირდება სააზროვნოთ ცნობიერი გონება. ეს ცნობიერი გონება ყოველთვის რაღაცებს ადარებს. და უკეთეს ირჩევს. ზუსტად ესე იღებს ადამიანი რწმენებს და ეს რწმენები ამ რწმენებს ზოგჯერ შეფასების გარეშე იღებს, ზოგჯერ სხვას უჯერებს
და ამიტომ ყოველი რწმენა, რომელიც ადამიანს აქვს მიღებული, უნდა იქნას გაანალიზებული აუცილებლად, რომ ანუ მისი ქმედებები, რომ გამოყოფდეს ბედნიერების ჰორმონებს. მაგალითად ლიტერატურაში წერია, რომ ჰარმონიაში რომ იყოფთ სამყაროსთან. თუ ადამიანი ჰარმონიაშია სამყაროსთან, აზროვნებით ის სასიამოვნო შეგრძნებებს განიცდის სხეულში, ანუ გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები. თუ ადამიანი დისჰარმონიაში არის სამყაროსთან, მის სხეულში გამოიყოფა სტრესის ჰორმონები. ნახეთ, ცნობიერ გონებას გითხარით, რომ აი ეს უნარები აქვს, კიდევ აქვს ცნობიერ გონებაში ამ თავის ტვინში არის მოთავსებული ნებისყოფა და ნებისყოფიდან მომდინარე ყველა ძალა. ეხლა ამ ნებისყოფაზე გეტყვით კიდევ, ქართული ძალიან მაგარი ენაა და ეს სიტყვა თვითონ ზუსტად ასახავს. ნახეთ, ნებისყოფიერებაში გამოვლენა. და უნებისყოფო ადამიანი თუ მაგალითად ნება აქვს, ფიქრობს, მაგრამ ყოფიერებაში ვერ ავლენს, ვერ მოქმედებს. ნახეთ როგორ რაღაცა თუ ადამიანი დეპრესიაში წავიდა და ენერგიისგან დაიცალა, ხდება ხოლმე ესე, რომ ეს ენერგია არ აქვს ადამიანს, რომ ეს მისი აზრი მატერიაში გამოვლინდეს. და ესაა ხოლმე პრობლემა. ხო, ცნობიერ გონებას კიდევ ყველაზე მთავარი ფუნქცია, რაც აქვს ის, რომ არის მმართველი, ქვეცნობიერის და პროგრამირებელი, ბრძანებელი. ეხლა რა არის ქვეცნობიერი გონება? ნახეთ, თუ ეს ცნობიერი გონება იყო თავის ტვინი და ცენტრალური ნევრული სისტემა, ქვეცნობიერი გონება არის მზისწნული და პერიფერიული ნერვული სისტემა, ესე ქვია. ეს პერიფერიული ნერვული სისტემა მოთავსებულია, ანუ ცენტრი მოთავსებული არის კუჭის უკან და ხერხემლის წინ, განგლეონარულ მასაში, ესე წერია, არის ორი ნახევარმთვარე, რომელიც ერთ მზეს კრავს. და ეს არის მზისწნული, ანუ ცენტრი პერიფერიული ნერვული სისტემის. პერიფერიული ნერვული სისტემა თვითონ იყოფა ორ სისტემად. სიმპათიკურ ნერვულ სისტემად, რომელიც პასუხისმგებელია არის ემოციებზე და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემად, რომელიც პასუხისმგებელია სხეულის სიცოცხლით უზრუნველყოფაზე. ანუ გულისცემას უზრუნველყოფს და ყველაფერს, ანუ პარასიმპათიკური ნერვული სისტემა უზრუნველყოფს სხეულის ყველანაირ სიცოცხლით უზრუნველყოფას. ეს ორი სისტემა ერთმანეთს უკავშირდება მოხეტიალე ნერვით. მოხეტიალე ნერვი გამოდის თავის ტვინიდან, გაივლის გულმკერდს და დიაფრაგმის მერე იტოტება და უერთდება მზისწნულს. ნახეთ რა ხდება. თავის ტვინი არის ანტენა. ადამიანი იჭერს აზრებს. რა აზრებს იჭერს ახლა თავის ტვინით? იმ აზრებს იჭერს, რა სიხშირეზე მომართული აქვს. როგორ უნდა მომართოს სიხშირეზე? რა სიხშირეზე ვაზროვნებთ, იმ სიხშირეზე არის მომართული ჩვენი ტვინი და ვიჭერთ შესაბამის აზრებს. ამ ანტენით რო ვიჭერთ, მე ვამუშავებ და მოხეტიალე ნერვით ვაგზავნით ჩვენ მზისწნულში და მზისწნული ასხივებს ამ აზრებს. ეხლა აურად თქვენ გინახავთ ხატებზე გამოსახული თავის ზევით რო რკალებია, ჰალოები. ეს გამოსხივებაა. და ტექნიკა ისე განვითარდა, რომ ამ გამოსხივების უკვე დანახვა შეიძლება აპარატურით. სადღაც 50-მდე ფერია და ყველაზე კარგი ფერი არის ნათელი თეთრი. ყველაზე კარგი ფერია, ყველაზე ძლიერი ფერი. ყველაზე ძლიერი გამოსხივება არის ნათელი თეთრი. შემდეგ მოდის ვერცხლის ფერი, შემდეგ მოდის ოქროს ფერი და შემდეგ მოდის მწვანე. მწვანე რატო არ ვიცი. ანუ ეს პირველი 4 ფერი დავიმახსოვრე. და ეს ადამიანები არიან, რომ ამ გამოსხივებას ხედავენ. აი ეს შეხვედრის იმაში მე დავწერე. ეს მესამე გაკვეთილიდან არის ეს თეორიული მასალა. მეგობრებო, ამ კურსის ეს კურსი იქნება ყველასთვის. კურსში ანუ იმდენი ინფორმაციას მიიღებთ, რომ ყველაფერი რო გააკეთოთ, აი რავი, ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ ნახევარიც რო გააკეთოთ, მაინც ძალიან მაგარ შედეგს მიიღებთ. ეს კურსი იქნება მასტერ გასაღები არის შექმნილი კურსი, რომელზეც
რომელიცაც ჩვენ დავამატეთ ძალიან ბევრი სავარჯიშოები, რომ გაადვილდეს და ადვილად გასავლელი იყოს და რეალურად არის, ეხა ეს იქნება მე-9 ნაკადი და ყველასთვის კარგი იქნება ეს კურსი. ფასიც ისე გავაკეთეთ, რომ ერთი თვის ფასი იყოს 99 ლარი. მეგობრებო, ეხა კიდევ ერთ რაღაცას გეტყვით. ადამიანები გადიან კურსებს და ეს კურსები ყველა შედეგიანია, მაგრამ თუ ადამიანმა ჩვევა არ შეიცვალა, ის უკან დაუბრუნდება ისევ ძველ აზროვნებას და ნებისმიერად თქვენ რო ჩვევაზე იმუშაოთ, თვე-ნახევარი მინიმუმ ჭირდებათ. და ცნობიერება რომ მთლიანად შეიცვალოს, თურმე 11 თვე ჭირდება. იმიტომ გავაკეთეთ ეს კურსი 12 თვიანი და ანუ ისე იქნება გაკეთებული, რომ ანუ ყველას მოუნდება გაგრძელება, ანუ ეს თავიდან ხო იაფი იქნება და ყველა შეუძლია ნახოს როგორია ეს კურსი რა. და თუ არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ არ გააგრძელოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დავიწყებთ აი ამ ჰორმონების სავარჯიშოებით, ეს ნახეთ როგორი რაღაცა ენდორფინი, მაგალითად რო დავიწყოთ ენდორფინით. ენდორფინი გამოიყოფა ფიზიკურ აქტივობაზე, სიცილზე, ტირილზე და ადამიანურ ტრავმას იღებს. ეს ენდორფინი არის უძლიერესი ტკივილგამაყუჩებელი და ადამიანს ეხმარება სტრესებთან გამკლავებაში. და იმიტომ არის ენდორფინი ფიზიკურ აქტივობაზე გამოიყოფა და იმიტომ არის, რომ ვინც ფიზიკურად აქტიურია, რო ვარჯიშობენ იოგას და ეგეთ რაღაცებს, სტრესში არიან. ანუ აზროვნების პრობლემები აქვთ, მაგრამ იმით შველიან, ამ ენდორფინით ანეიტრალებენ. ნუ კარგი არ არის, რა თქმა უნდა, როგორც კი ამ იმას შეეშვება ადამიანი, მე ძალიან ცუდად გახდება. ხვდები და დამოკიდებულები ხდებიან ამ ფიზიკურ აქტივობაზე. რომ ანუ ვერანებებენ თავს, იმიტომ რომ ისევ სტრესში მიდიან რა, ხვდებით? მეორე ვარიანტია ეს ენდორფინი, უბრალოდ ადამიანმა რო თვე-ნახევრის განმავლობაში ჩაირთოს და დღეში 1 საათი სასაცილო რაღაცეები იპოვოს. მე ჩემი თავი რომ ახსოვს, მე ეს გამოვიარე ეს ყველაფერი, მე რომ დეპრესიაში არ ჩავარდნილიყავი, ამ რაღაცას ვერ ვიპოვიდი. და ვინც ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ყველა ეს ანუ არავინ არ იწყებს თვითგანვითარებას, აი ამ თვითგანვითარებას ისე, თუ დეპრესიაში არ ვარდება. მე ბიზნესმენი ვარ და ანუ თავის დროზე ძალიან დიდი ფული მაქვს ნაშოვნი და დეპრესიაში ვარ ჩავარდნილიყავი, ამ საერთოდ არც დავინტერესდებოდი. და რეალურად მე მეგონა რომ ცნობიერი ვცხოვრობდი და თურმე საერთოდ არ ვცხოვრობდი ცნობიერი და ეხლა მივხვდი რა არის ცნობიერი ცხოვრება. კიდევ რა მინდა მოგიყვეთ, ხო, ეხლა მზისწნულს რაც შეეხება, მიხვდით რომ მზისწნული არის პერიფერიული ნერვული სისტემა და აი ამ ორ სისტემად იყოფა, სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემად. სიმპათიკური ნერვული სისტემა პასუხისმგებელია ემოციებზე. ოღონდ ნახეთ რა ხდება. თავის ტვინი აგზავნის აზრს ამოხეტიალე ნერვით და მზისწნული იწყებს გასხივებას. ოღონდ ნახეთ აზრი არის ელექტრული ძალა. ემოცია არის მაგნიტური ძალა. და გული თურმე არის ის ორგანო, რომელიც ამ ელექტრულ ძალას ურევს მაგნიტურ ძალაში და ხდის ელექტრომაგნიტურ ძალას. და მე ამას ვასხივებ ჩვენ. ხო. ეს იყო რაც შეეხებოდა მზისწნულს, კიდევ რა მინდოდა მე თქვა. ხო, ეხლა რა აფართოვებს მზისწნულს და რა კუმშავს. აზრები, პოზიტიური აზრები, ანუ ისეთი აზრები, რომელიც არის სამყაროსთან ჰარმონიაში, აფართოვებს მზისწნულს. აზრები, ნეგატიური აზრები კუმშავს მზისწნულს, მაგრამ არის კიდევ საწინააღმდეგო აზრები. ეხლა რა არის ეს საწინააღმდეგო აზრები? ეს საწინააღმდეგო აზრები არის აზრები კრიტიკაზე. და ნახეთ როგორი აზრებია ეს. აი მაგალითად, რაღაცა საქმეს გეგმავთ, ხო? და
ამას დახარჯეთ ენერგია, იფიქრეთ და მერე უცბად გადაიფიქრეთ ეს განა იმიტომ გადაიფიქრეთ რომ რაღაცა იპოვეთ ისეთი რაც თქვენ საქმეს არ წაადგებოდა. არა, უბრალოდ გადაიფიქრეთ. და ეს არის ანუ პირველი ის რომ ადამიანში ცუდ ჩვევას ნერგავს. მიზნის ვერ მიღწევის ჩვევას ნერგავს. ერთი ეს არის და მეორე ის რომ კიდე კუმშავს ზისნულს. ხო. კიდევ რა კითხვები იყო? რაზე მინდოდა კიდევ მესაუბრა? ხო, ჰორმონებზე გესაუბრებით, ამ კურსებზე გესაუბრებით, თქვენ იმებს ნახავ პასუხებს და კურსებზე გეტყვით მეგობრებო, 1 მარტს დაიწყება, ერთი თვის ფასი არის 99 ლარი, ერთ თვისში ჩატარდება 9 ლაივი, მასტერ გასაღების ერთი გაკვეთილის გავლას 2 კვირას მოვანდომებთ, ოღონდ ყოველდღიურად იქნება აქტივობები, იქნება ეს კურსი იქნება მათთვის, ვინც მდუმარების სავარჯიშოებს არ აკეთებს და იქნება მათთვის, ვინც მდუმარების სავარჯიშოებს აკეთებს. ნუ რა თქმა უნდა, თუ გინდათ რომ რეალურ წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრებაში, გადაჭრათ ყველა პრობლემა და აისრულოთ ყველა სურვილი, ეს მდუმარების სავარჯიშოები უნდა დაიწყოთ. ეხლა რაში გჭირდებათ ეს მდუმარება? მდუმარება იმაში გჭირდებათ, რომ ტვინი ამუშაოთ კარგ სიხშირეზე. რეალურად რა არის, იცით, ადამიანი ჩვევების არსებაა და ყველაფერი ჩვევაში აქვს. და თუ შევქმნით ტვინში ისეთი ნეირონული კავშირები, თუ ხშირად ვიფიქრეთ ისეთ აზრებზე, რომელიც სტრეს ჰორმონს გამოყოფს, მე ეს გაწერილია და ის ტვინი თავისით იწყებს ამის ტრიალს. და ეს თუ არ დავივიწყეთ და თუ არ წავშალეთ და იმის ნაცვლად თუ არ ჩავწერეთ ისეთი ნეირონული კავშირების ბმები, რომელიც ესეთ პოზიტიური კავშირები ქვია, ბედნიერების ჰორმონებს, რომელიც გამოყოფს. ანუ ისე უკან წავალთ და დავსუსტებით. ამიტომ გჭირდება ეს. ამ იმაზე მოგიყვებით კიდე ენდოკრინოლოგიაზე, 1000-მდე ჰორმონი არსებობს, მაგრამ სადღაც 70-75-ს დაარქვეს სახელი. აქედან 4 არის ბედნიერების ჰორმონი, ენდორფინი, დოფამინი, სეროტონინი, ოქსიტოცინი და 4 არის 3 არის სტრეს ჰორმონი. ადრენალინი, ნორადრენალინი, კორტიზოლი. ეხლა ეს ჰორმონები კვლევის პერიოდში არიან, მაგრამ ძირითადი ყველას აქვს ერთი და იგივე. და ეხლა ძირითადები რაცა მე მოგიყვებით. საღამშვიდობისა ყველას ამ კითხვებს მერე ვნახა, ყველაფერზე გიპასუხებთ. მაგრამ ამასაც მოგიყვებით ჰორმონებზე, ანუ ენდორფინზე გითხარით რის შედეგადაც გამოიყოფა. ოქსიტოცინი გამოიყოფა ეს სიყვარულზე და სავარჯიშოები გვაქვს ამ ოქსიტოცინზე როგორი, რომ მაგალითად ოქსიტოცინი ყველაზე უფრო გამოიყოფა თუ კავშირი მაგალითად აი ყავს ისეთი მეზობელი, ვის არავის არ ესალმება და ისეთ ნეგატიურ მეზობელია. და ამასთან ესეთ ადამიანთან თუ ურთიერთობას ვიწყებთ, ჩვენში ეს ჰორმონი იწყებს გამოყოფას. შემდეგი ჰორმონი ან სეროტონინზეც გითხარით და გეტყვით, სეროტონინი გამოიყოფა მადლიერებისას, ერთმანეთზე კომპლიმენტების თქმისას, ერთმანეთის შექებისას. მეგობრებო, რომ დააკვირდეთ, ეს ჰორმონებს აქვს შეგრძნებები. სტრესის ჰორმონს აქვს სხეულში არასასიამოვნო შეგრძნება, ბედნიერების ჰორმონს აქვს სასიამოვნო შეგრძნება. და ნახეთ ეს სეროტონინი კიდევ გამოიყოფა მზის შუქზე. და ღამე სეროტონინი გადაიქცევა მელატონინად. თურმე ბიოლოგიური საათი არსებობს ჩვენში, იგივე ციკადური ციკლი ქვია და ყველაფერი, ანუ ყველა ცოცხალი არსება ამას გზნობს, საათს გზნობს და სადღაც საღამოს 10 საათიდან დილის 4 საათამდე ეს სეროტონინი გადაიქცევა მელატონინად. და რაც უფრო მეტი სეროტონინი გამოვყავით დღის განმავლობაში, უფრო მეტი მელატონინი იქნება ღამე და უფრო დაგვეხმარება კარგად გამოძინებაში. ეხლა ამ სეროტონინზეც სავარჯიშოებია, რომ
კომპლიმენტი უთხრათ ვიღაცას, კიდე სავარჯიშო, ანუ ბევრნაირი სავარჯიშოებია. სავარჯიშოები გექნება ძალიან ბევრი. თქვენ რომელიც გინდათ იმას გააკეთებთ. არის კიდე ესეთი სავარჯიშო, რომ ვინმე ჩვენიანს უნდა დაურეკოთ და უნდა ვკითხოთ, უნდა ვთხოვოთ, რომ რა გაგვიკეთებია, კაი, გვითხრას. და ანუ ესეთი ძალიან ბევრი სავარჯიშოებია. ეს ყველა რაღაცეები გამოყოფს ბედნიერების ჰორმონებს. ეს რო დააკვირდეთ თქვენს ხელში, იგრძნობთ ამას. ეს უბრალოდ ნათქვამი კი არ იქნება. აი მაგალითად, როცა ვიღაცის მადლიერი ხართ, გულით რომ მადლიერი ხართ და რაღაც სასიამოვნო შეგრძნებას რო გძნობთ ხელში, აი ეს არის სეროტონინი. ამ პირიქით ვიღაცა რო გეუბნევათ, მართლა გულით მადლობას რო გეუბნებათ და თქვენ რომ ამ სიამოვნებას რო განიცდით, თუ დააკვირდებით, ეს სიამოვნება არის სეროტონინის გამოყოფა, ბედნიერების ჰორმონის. კიდევ არის დოფამინი, ეს დოფამინი არის მიზნის მიღწევის და მიზნის სტიმულატორი ჰორმონი. აი რო გეგმავთ რაღაცის გაკეთებას და რო გიხარიათ შინაგანად სასიამოვნო შეგრძნებები რო გაქვთ, აი ეს დოფამინია, მიზნის ჰორმონი, მიზანს რო გეგმავთ, ეს დოფამინი გამოიყოფა. რატომ არის, რომ დიდი მიზანი პატარა მიზნებად უნდა დავყოთ და პატარა მიზნების შესრულებისას ყოველ პატარა მიზანზე დოფამინი გამოიყოფა და ჩვენ გვასტიმულირებს, ჩვენ უფრო მეტი ენერგია გვაქვს, რომ მიზნისკენ ვიმოძრაოთ. ამიტომაა ეს. და კიდე ყველაზე გითხარით, ხო? ხო, ადრენალინი არის შიშის ჰორმონი, ადრენალინი გულს აჩქარებს, ამაზეც გეტყვით. ადრენალინი გჭირდება იმისთვის, რომ ფრთხილად ვიყოთ. ამაზე წინამაშ ვიდეოში მოგიყევით, რომ თუ გირჩისებრი დაზიანებულია და იმპულს ვერ აგზავნის, რომ ადამიანმა შიში განიცადოს, ის ფრთხილი აღარ არის. და შედეგად უფრო ადრე იღუპებიან ეგეთი ადამიანები ავტოკატასტროფებში და ეგეთ რაღაცეებში. ანუ ეს შიში გჭირდება. მაგრამ თუ ჩვენს სხეულში კორტიზოლი ბევრი გამოვყავით და ეს ადრენალინის ბევრს გამოვყოფთ, ну ადრენალინს კიდე იმდენს ვერ გამოვყოფთ, ხა გულს იმდენად ვერ ვიჩქარებთ ხოლმე. უფრო ადამიანი ცუდი აზრებით სტრესავს თავის თავს და სისხლს ავზრდს კორტიზოლით. ეს კორტიზოლი მეცნიერული კვლევები დამტკიცდა თურმე რომ ადედებს სისხლს და ერითროციტებს, აი ეს ჰაერის ბუშტუკები, რომლებიც უნდა გადაიტანონ ფილტვებიდან, ტვინში და მთელ სხეულში ვეღარ გადააქვთ. და შედეგად ტვინი იწყებს შენელებულად მუშაობას. და ადამიანი ამიტომ არის, რომ დიდი ხანი ძილი ჭირდება და გამოუძინებელია დიდხანს. ერთი ნახევარი საათი გესაუბრეთ, მე მგონი საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, ეხლა გადავხედავ თქვენ კითხვებს, მეგობრებო, ყველას გიწევთ ამ კურსზე, იქნება ძალიან კაი სიტუაცია, ყველანი ძალიან მაგარ რაღაცებს შეიძენთ და ფასთან შედარებით ბევრად დიდი ინფორმაცია იქნება, მეგობრებო. კურსში იქნება სრული კურსი გაგრძელდება 12 თვე და ყველაფერს შევიყვანთ ამ კურსში. რა მარათონები და რეებით ჩაგვიტარებია. ხო, ყველა ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. ცოტა დავიფენიო. რატომ? შოთა გთხოვთ, მიპასუხეთ, საკუთარ აურას ხელების გარშემო რატომ უნდა ხედავდეს ადამიანი და უნდა განავითაროს ეს უნარი. ეს ნახეთ რა არის, ამას ქვია ექსტრასენსორული უნარები. ყველა უნარის განვითარების რაღაც გზა არსებობს. ყველა უნარის, აი ეს აურის ხედვის უნარი, მე ადრე სავარჯიშო მქონდა, ორ სარკეში უნდა დადგეს ადამიანი და რაღაცნაირად ამ ორ სარკეში რო უყურებს, თავის თავს აურა ჩანს ცოტა. და არიან, რომ არის ვარჯიშები ამ აურის მე არ დავინტერესებული ვარ და არ ვიცი, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ხედავენ რა ამ აურებს. და თქმა უნდა, ხელებიდან ენერგიები მოდის, რატომ არის, ხო? ადამიანს რაღაცა რო ეთკინება და რატო ილაგებს, ხო, ხელებს? რატო ინაგებს? იმიტომ რომ ეს ინსტინქტია. ჩვენ ხელებიდან ენერგიები მოგვდის. ყველა ადამიანს ხელებიდან მოდის ენერგიები. და როდესაც ვიდებთ რატკენ ადგილას, ვკურნავთ იმ ადგილს.
და იმიტომ არის მოფერები დედა შეუძლია მოფერები ჩვილი განკურნოს, იმიტომ რომ ძალიან დიდ ენერგიას იმაშვება ასხივებს ხელებიდან. და ეს ნამასტეც რო არის, ესეც რო 15 წამი ხელები რო დაადოთ ერთმანეთს და დააკვირდეთ, მოდუნდეთ, დააკვირდეთ, ხედავთ, ნახავთ როგორ სიმშვიდეს იგრძნობთ, იმიტომ რომ წრედი იკვრება. ამ ჩვენ კურსზე გავივლით, ყველაფერს გავივლით, ანუ კვებასაც გავივლით, ფიზიკურ აქტივობის იმეებსაც გავივლით. ანუ ყველა სფეროს შევეხებით, ადამიანის ყველა მხრივ, ყველა ასპექტს. რა საინტერესოა, გულის საშუალებით ელექტრომაგნიტური ველის შექმნის შესახებ გითხარით კიდევ რამე. ანუ ეგ მე სულ ვეძიები ამ ინფორმაციას, ძალიან მაინტერესებს და უყურებ კვლევებს ხოლმე და ერთი და იგივე რაღაცას თუ ბევრგან შემხვდა ეს გულზე, რამოდენიმე სხვადასხვა ვიდეოში შემხვდა და ვფიქრობ, რომ ეგრეა. და მეცნიერულ კვლევებს უყურებ. აზრი არის ელექტრული ძალა, ანუ ელექტრო მუხტია. ვიბრაცია არა, ანუ ემოცია არის მაგნიტური ძალაო და ანუ გული ამას ერთმანეთში ურევს. და ანუ მატერიალ რო გამატერიალიზდეს ადამიანის აზრები, რა თქმა უნდა, იმას ემოცია ჭირდება, ხო? ეს იცით ყველამ, ხო? რატომ არის იმეებში, აი ნებისმიერ სურვილების ასრულების ტექნიკებში ხო ყველგან გვეუბნება, რომ გრძნობა უნდა ჩავდოთ აზრში, ხო? რატომ? რომ აი რო გავასხიოთ, მაგიტომ. მე ყველას ურჩევ სულით და გულით გაიარონ ეს კურსები. მე გავიარე და ძალიან დიდი და ძალიან კარგი შედეგი მომცა. სიტყვებით ვერ აღწერ იმ ბედნიერებას, რასაც აქ მიიღებთ. თითქოს სხვა სამყაროში აღმოჩნდით, ისეთ შეგრძნება გექნებათ. ძალიან დიდი მადლობა ესეთი შეფასებისთვის. ნახეთ როგორი რაღაცაა მეგობრებო, სამყაროში არაფერს არ აქვს აზრი მანამდე, სანამ ჩვენ არ მივანიჭებთ აზრს. ჩვენ ვაფასებთ რაღაცას პოზიტიურად და რაღაცას მერე ნეგატიურად. და რო ვაფასებთ, მერე ამაზე ან გვიხარია, ან დარდობთ. ხვდებით, ხო? ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ ვირჩევთ. და როცა ცნობიერი გავხდებით, უბრალოდ აღარ ვიდარდებთ რაღაცებს, უბრალოდ აღარ გამოვყოფთ სტრესის ჰორმონს და სანაცვლოდ რაც სასიხარულო იქნება, იმაზე გულით გაგვიხარდება და შევეცდებით, რომ მეტი ბედნიერების ჰორმონები გამოვყოთ. და ვაკეთოთ ისეთი ქცევები, რაც აი ამ ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს. როცა ვიცით ჩვენ ეს, რა თქმა უნდა, ამ ცოდნის შესაბამისად ვიქცევით. მე მაგალითად არ ვიცოდი, რომ ეხლა თუ მაღაზიაში პური არ დამხვდებოდა და ამაზე ვინერვიულებდი და გავბრაზდებოდი, ამით სტრეს ჰორმონ კორტიზოლს გამოვყოფდი, ეს მე არ ვიცოდი. და ხანდახან ნერვიულობდი, ბრაზობდი, ქუჩაში რომ მოვდიოდი, ვიგინებოდი ხოლმე, ვიღაცებს ვაგინებდი და ხო ეს ხო ცუდია, ხო არ ვარგა ეს, ხო გულში, რა თქმა უნდა, ეხლა ხომაღლა კი არა, მაგრამ ეს ეხლა რო ვიცი, რა თქმა უნდა, ეს აღარ ვაკეთებ, ხო არ არის, მე რა, ხო? სასწაული კურსია, მე ვაგრძელებ ბოლომდე. ძალიან დიდი მადლობა. რამდენჯერაც მივიქციე ყურადღება, ცუდად ხვდები, ასევე საგნების გარშემოც არა მარტო ხელების. თემო, მადლობა გულებისთვის. რამდენჯერაც მივიქციე ყურადღება, ცუდად ხვდები. ანუ ეს რა არის? ეს თქვენი აღქმა ესე, ნახეთ როგორ რაღაცა. აი თქვენ თუ აი ხო არის რომ არის რომ სრულწმენა რო ქვია რა, რომ რაღაცა რო ჯერავთ ადამიანს, რომ აი მაგალითად თუ პარასკევით 13-ია რაღაც ცუდი მოხდება და ესეთ რაღაცეები რა. თუ ამ რაღაცის თქვენ გჯერავთ, ამას ამატერიალურებთ მერე რა. ანუ ისიც გჯერავთ, ის მატერიალური ხდება და ამიტომ რაღაც ანუ კარგი სწორი აღქმები უნდა გქონდეთ რა. ხვდებით? რამდენადაც მივქციე ყურადღება, ცუდად ხვდები. ვერ გავიგე თქვენი კითხვა.
შოთა მადლობა განუმეორებელია თქვენი მიდგომა და სწავლება. ძალიან დიდი მადლობა ელმირა, ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. შოთა თეო, მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვარ. საუკეთესოები ხარ, ძალიან მიყვარხართ. შოთა საუკეთესო ხარ, დიდი ბედნიერებაა თქვენთან ერთ სივრცეში ყოფნა და იმ დიდი ცოდნის მიღება, რასაც თქვენ გვიზიარებთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ და ძალიან მადლიერი ვარ ესეთი პოზიტიური კომენტარების. მოდი ერთი 10 წუთით ვისაუბროთ. მეგობრებო, თუ ვინმე საშუალება არ აქვს, ჩვენ ყოველთვის ყველას ვეხმარებოდით. ეხლა ოფიციალურად დავარეგისტრიროთ, ყველა შეგეძლებათ აიღოთ ეს რაც ქვია ატესტატები კურსგავლილების და მანამდე ვისაც აქვს გავლილი, რა თქმა უნდა, ისინიც აიღებენ. ეს იქნება რიგით მე-9 ნაკადი და ჩვენ სამდენი იმის მერე უფრო და უფრო ხვდებით, როგორ უფრო ადვილად უნდა მივიტანოთ ადამიანებამდე და ძალიან მაგარია, ძალიან მიხარია, რომ გამოგვდის. მოგესალმებით მეგობრებო, ყველას გირჩევთ გაიაროთ ეს კურსები. იმდენ ცოდნა შეიძენთ, რომ ყველანაირად გაცნობიერდებით, ხელახლა დაიბადებით. შეიყვარებთ ცხოვრებას და შეისრულებთ ყველა სურვილებს. გახდებით თქვენი თავის საუკეთესო ვერსია. მე გავიარე და სულ მინდა უსმინო ისე კარგად გვიხსნიან მენტორები. მადლობა მათ მიყვარხართ და მე იმედებით ცხოვრება მართლაც ბედნიერია, სამურია. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი ესე გავაბედნიეროთ. ძალიან ცუდ პერიოდი გაიარა საქართველომ და ეხლა გაბრწყინების პერიოდი უდგას საქართველოს. ძალიან მაგარი გახდება საქართველო, იქნება ეს ეწერა, ბიბლიაში ეწერა, რომ ესე მოხდებოდა. მე ამის წამდა და მე სულ ამაზე ვფიქრობდი. Facebook-ზე მიწერია, რომ საქართველო გაბრწყინდება და ეს ძალიან დიდი ხანი მიწერია და სულ ამას ველოდებოდი და ვიცოდი, რომ ესე იქნებოდა. საღამოშვიდობისა მეგობრებო, სალამი შოთა, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ცოდნასაც გადმოსცემ. ვიმედოვნე მეც გავივლი ამ კურსს. ეს კურსები ყველანაირად გავხადეთ, რომ იაფი ყოფილიყო და აკადემიაც რო განვითარდეს. ჩვენი შემდეგი ეტაპი იქნება, რომ ფიზიკურად გავხსნით აკადემიას თბილისში და მე მინდა რომ ეს აკადემია რა თქმა უნდა ყველა ქალაქში უნდა იყოს საქართველოს. როგორც ადამიანი სკოლას გადის, ისე ეს კურსები, ერთწლიანი კურსები მაინც ყველამ უნდა გაიაროს. ეს ერთწლიანი კურსი ადამიანს ჭირდება, რომ გონებაში ტვინში გადაიწყოს ეს ნეირონული კავშირები. ჩვენი ეს გონიერი უჯრედები, ტვინის უჯრედებს ქვიათ ნეირონები. ეს ნეირონები ერთმანეთს სინაფსური კავშირით უკავშირდებიან. და ამ სინაფსური კავშირით ერთმანეთს ეს ელექტროიმპულსს გადაცემენ. თუ სინაფსმა ელექტროიმპულსი ბევრჯერ გაატარა, ეს სინაფსი მეოლინით იფარება და ეს მეოლინი უკვე არის ჩვევა. მეოლინით დაფარული სინაფსი, რო ჩაინგრევს, უფრო დიდი ხანი ჭირდება, ხვდებით? მაგრამ ჩვენ თუ წარმოვქმნით მის ადგილას მის საწინააღმდეგო აზრს, ეს ანგრევს ამ სინაფსს. და როდესაც ეს ტექნიკები ვიცით, ჩვენ ყველაფერს გამიზნულად მუშაობთ. და როცა გამიზნულად მუშაობთ, შედეგებიც უფრო მალეა. მე მგონი ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა. კიდევ რა მინდა მეგობრებო გითხრათ, კიდევ ტრანსცენდენტულ მედიტაციას გასწავლით მესამე კვირას. იცით ტრანსცენდენტული მედიტაცია, ხო? ამ ტრანსცენდენტული მედიტაციის სწავლაში 400-500 ლარს იღებენ. და ამ ტრანსცენდენტულ მედიტაციას გასწავლით მესამე კვირას უფასოდ. იმიტომ რომ ეს ტრანსცენდენტული მედიტაცია ისიც არის ჩვენ ამ კურსებში. მასტერ გასაღების კურსებში არის ეს ტრანსცენდენტული მედიტაცია. და უფასოდ გასწავლით, ანუ იმ 100 ლარში ერთვის საფასური ხო არის 100 ლარი. ამ ერთვის საფასურში ეგ ტრანსცენდენტული მედიტაციის სწავლაც შევა. ასევე პირველ საფეხურზე გაივლით ფსიქიკა, როგორ უნდა მოაწესრიგოთ ისე,
რომ აზროვნების შედეგად სტრეს ჰორმონი კორტიზოლი არ გამოიყოს. ნახეთ როგორი რაღაცაა, ჩვენ ქვეცნობიერში არის პროგრამები, ქვეცნობიერი პროგრამები. მათ ასევე ქვიათ პოსტულატები. ამ პოსტულატები ქვიათ, ან სხვადასხვა ლიტერატურაში რწმენები, რწმუნებულებები ქვიათ. იგივე ქვეცნობიერი პროგრამებია. ეს არის ის აზრები, რის შესაბამისად ჩვენ ცხოვრებაში ვიქცევით. აი მე რო გეუბნებოდით, რომ ჩვენი ცნობიერი გონება ყოველთვის ორ რაღაცას ადარებს და ისე იღებს ამ რწმენას. და ეს პროგრამები აუცილებელია იყოს სწორი, რადგან სწორად აზროვნება ნიშნავს შევიდეთ უზენაესის მფარველობის ქვეშ. ხო? ახლა რომ ვაცნობიერებ, ფაქტიურად მასტერ გასაღებთან ერთად რეალობის ტრანსერფინგიც გავიარეთ. მიყვარხარ მთელი გულით. კი, იგივე, ანუ კი, რეალობის ტრანსერფინგი და რონდა ბერნსის სეკრეტი საიდუმლო. მაგალითად, ვიკიპედიაში რო წაიკითხოთ, რონდა ბერნსის სეკრეტზე, საიდუმლოზე წიგნი როა და ფილმიც რო გადაიღეს. წერია, რომ ინსპირაცია მასტერ გასაღებიდან ჩარლზ ენელის მასტერ გასაღებიდან აიღო. მაგალითად ნაპოლეონ ჰილმა იფიქრა და გამდიდრდის ავტორმა. თავის იმაში დაწერა, რომ აქედან აქვს აღებული ინსპირაცია. და ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ლუიზა ჰეიმ და წერს წიგნებს აზრის ძალით, როგორ უნდა მოვიზიდოთ ჯანმრთელობა. მასტერ გასაღებში ეს სამივე არის შესული. ანუ ჩვენ აზრის ძალით ფიზიკურ სამყაროში სამი რამე შეიძლება გვსურდეს და მეც ვერაფერს დავამატებთ. ნახეთ, ეს არის ჯანმრთელობა, ფინანსური შემოსავალი და სიყვარული. მეც ვერაფერს ვერ დავამატებთ. და აი ეს სამივე განხრას გავდივართ მასტერ გასაღებში. და ნუ რა თქმა უნდა ეს სამივე რომ მოვიზიდოთ ჩვენ ცხოვრებაში, პირველი საფეხური უნდა გავიაროთ, რომ ჩვენ ვივსებოდეთ ბედნიერების ჰორმონებით და არა კორტიზოლით. იმიტომ რომ თუ ჩვენი სხეული კორტიზოლით ივსება, ადამიანის სხეული სტრესშია. ვიღაც ადამიანები რაღაც მომენტში ხვდებიან და მე უკვე აღარ სტრესავენ თავის თავს, მაგრამ რავი, აი ეს ძალიან 1%-ია. ისიც თუ რაღაცებს არ უყურა და თუ არ მიხვდა რომ ნერვიულობით კორტიზოლს გამოყოფს და თავს სტრესავს, თუ არ მიხვდა ერთეულებია და უფრო სიბერეში ადამიანი ბრძენდება და ზოგი უფრო ესე გვიანაც ცნობიერებს ხოლმე. მეგობრებო, მე მგონი ძალიან კარგი შეხვედრა გამოგვივიდა. დიდი სიყვარული დაგემშვიდობებით. ყველას გიწევთ ამ კურსებში. ეს კურსები არის ერთი დიდი ოჯახი, მეგობრებო. ყველანი ერთმანეთთან ძალიან ისეთ ახლო ურთიერთობაში ვართ, რომ მართლა ახალი ოჯახია. და მეც მინდოდა ვფიქრობდი, რომ რა მაგარი იქნებოდა მეც რო ესეთი კურსები რო გამევლო. რომ ანუ ძალიან დიდი სიამოვნებაა, ახალი ნაცნობობა, ახალი ურთიერთობები. დაგემშვიდობებით უდიდესი სიყვარულით, მეგობრებო, და გელოდებით კურსებზე.